გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს YouTube არხზე. ძალიან მინდა რომ გავაქტიურდე და იმედი მაქვს რომ გამომივა ამ ვლოგში ნახავთ ჩემ ერთ სამუშაო დღეს ამერიკაში, კერძოდ კი Sephora-ში. მე ვმუშაობ Sephora-ში, ვინც არ იცით, TikTok-ზე და Instagram-ზე ხშირად ვდებ ხოლმე ვიდეოებს ამასთან დაკავშირებით და ამიტომ ეხლაც მინდა რომ აქ გავაქტიურდე, ვფიქრობ საინტერესო იქნება. დღის 12 საათზე ვიწყებ ხოლმე მუშაობას, ამიტომ საკმარისი დრო მაქვს რომ კარგად მოვემზადო, ვისაუზმო, ყავაც მივერთვა და რაც მთავარია გავეკეთო მეიქაპი. მეიქაპი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Sephora-ში ვმუშაობ როგორც მეიქაპ არტისტი და ასევე ვეხმარები მომხმარებლებს პროდუქტების არჩევაში. ამიტომ მუდმივად ვცდილობ რომ მქონდეს კარგი მაკიაჟი, რადგან ყოველთვის მეკითხებიან რა პროდუქტები მაქვს გამოყენებული, რას გავუწევ რეკომენდაციას, რომელია ჩემი ფავორიტი პროდუქტი და ასე შემდეგ. მოკლედ, მომზადებაც დასრულდა, არ დაგვავიწყდეს მაკიაჟის დაფიქსირება, ჩემი საყვარელი მისტი და ბოლოს საყვარელი სუნამოც და წავედი. ესეთი ლამაზია ჩვენი ქალაქი, ზაფხულში განსაკუთრებით ულამაზესია აქაურობა, ესეთი გადამწვანებულია ყველაფერი და მიყვარს ხოლმე ამ პერიოდში სეირნობა, მაგრამ ძალიან სიცხეა, ძალიან საღამოობით უფრო გრილა ხოლმე და შეიძლება ფეხით გასვლა. ძალიან ახლოს არის სხვათა შორის ჩემი სახლით, ჩემს სამსახურთან, მანქანით სულ რაღაც 5 წუთი არც კი გვჭირდება ხოლმე მისასვლელად. მივედი ჩემს ლამაზ სამსახურში, ძალიან სასიამოვნოა და მეთანხმებით რომ ისეთ ადგილას მუშაობ, სადაც მისვლა გიხარია. რა თქმა უნდა, ჯერ მივდივარ ხოლმე უკანა მხარეს, საწყობისკენ, სადაც ვემზადები, ვიღებ ჩემს ბეიჯს, ვნახულობ რომელი მოწყობილობა არის ჩემი, ანუ რა ნომერი, ასევე გასაღები, რაციაც არ დაგვავიწყდეს და ამის შემდეგ უკვე გავდივარ ხოლმე აი დიდ დარბაზში, რომელიც არის ზონებად დაყოფილი. პირველ ზონაში არის მეიქაპი, მეორე ზონაშიც მეიქაპ პროდუქტებია, მესამე ზონაში უკვე არის თავის მოვლის საშუალებები, თმის მოვლის საშუალებები, მეოთხე და მეხუთე ზონაში კი ძირითადად გადანაწილებული არის სუნამოები. ყველაზე მეტ დროს, რა თქმა უნდა, ვატარებთ ხოლმე აქ დარბაზში. არ იყო ბევრი ხალხი, იმიტომ რომ 4 შაბათია, თან დღის 12 საათია, შედარებით მერე მოდიან ხოლმე უფრო მეტად მომხმარებლები. მაქვს 15 წუთიანი შესვენება და ამ დროს ვცდილობ ხოლმე რომ სუბუქი ლანჩი ავიღო და ეს სალათი მართლა ძალიან გემრიელია. იქვე გვერდზე ვყიდულობ ხოლმე მაღაზიაში და ამის შემდეგ უკვე ისე უბრუნდები, რა თქმა უნდა, დარბაზში. ეს ჩემი პრობლემა არის, არ ვიცი მხოლოდ თუ სხვებსაც აქვთ იგივე პრობლემა. ესე მიყვარს ხოლმე ყველაფრის გასწორება და დალაგება, მაგრამ მარტო 10-15 წუთი გრძელდება ხოლმე სამწუხაროდ ეს ჩემი ბედნიერება, რომ ყველაფერი ესე ლამაზად არის ჩაწიკწიკებული. შემოდიან მერე მომხმარებლები და ისევ ურევენ ყველაფერს. მე ისევ მივდივარ და ვასწორებ. არ ვიცი, რაღაცნაირად ვერ ვისვენებ ხოლმე. არეული რომ არის და შეიძლება იფიქროთ რომ მეტი საქმე არ გაგვსო, მაგრამ არ ვიცი, რაღაცნაირად ინსტინქტურად ვასწორებ ხოლმე ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნებით ჩემსავით და გთხოვთ დამიწერეთ თუ თქვენს გაქვთ ეს პრობლემა. ყავდა მომხმარებელი მეიქაპზე, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია ვიდეოს გადაღება, არ გვაქვს უფლება, მხოლოდ ფოტოების გადაღება შემიძლია ხოლმე. ვრეცხე ფუნჯები და ამასობაში დამთავრდა ჩემი სამუშაო დროც. მეც აქვთ ცოტა დავიღალე, რაღაცა თმის სპრეი ვიყიდე დასაფიქსირებელი და იმედი მაქვს რომ კარგი იქნება. 6 საათზე კლიენტი მეყოლება, ამიტომ ჯერჯერობით დრო არის. გაჩვენებთ, სად არის ჩემი სამსახური. ანუ ამ ლოკაციაზეა, ეხლა ცოტა გამოვწდი. ძალიან ლამაზი ადგილია. როგორც აღვნიშნე, მომხმარებელი მყავდა 6 საათზე, დრო მქონდა ცოტა და მიყვარს ხოლმე აქ გავლა, დათვალიერება ძალიან კარგი მაღაზიებია, ზოგჯერ რაღაცეების ყიდვა და არჩევაც, რა თქმა უნდა, თუ მომეწონა რამე და ამასობაში უკვე დროც მოვიდა, რომ სახლში წავსულიყავი, უნდა გამეკეთებინა მომხმარებლისთვის თმას, საღამოს მეიქაპი და მოვამზადე კუთხე ლამაზად. რაც მთავარია, ძალიან კმაყოფილი იყო მომხმარებელი, მე მგონი მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა, თქვენ თვითონაც შეაფასებ. მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და გპირდებით, რომ უფრო მეტად გავაქტიურდები და უფრო დიდი ვლოგებითაც დაგიბრუნდებით. დროებით თქვენი ლალო.